ჩვენს თავარ სტუმარს მივესალმები მარიამ სოსელია, გიორგი კეკელიძე და ალექსანდრე ლორთქიფანიძე იქნებიან ჩვენთან ერთად და დღეს გვინდა ვისაუბროთ 1 ივნისზე. თუმცა მანამდე როცა ჩვენ 1 ივნისზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ თითოეული ბავშვის საჭიროებაზე და თანაბარ ხელმისაწვდომობაზე ინკლუზიურ გარემოში. მათ თანაბარი წომა უნდა ჰქონდეთ ხარისხიან განათლებაზე, ჯანდაცვის სერვისებზე, უსაფრთხო გარემოსა და განვითარების შესაძლებლობებზე. ბავშვთა უფლებების დაცვა მხოლოდ პრინციპი არ არის დეკლარირებული და ეს არის სახელმწიფოს და საზოგადოების თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა. სწორედ ამ იდეას ეხმიანება საბავშვო ფესტივალი კითხვა-კითხვით, რომელიც ბავშვებს საგანმანათლებლო შემეცნებით და შემოქმედებით სივრცეში იწვევს. ინიციატივა ბავშვებში კითხვის კულტურის, კომუნიკაციისა და თავისუფალი აზროვნების განვითარებას ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ პირველად ფესტივალი სიმბოლურად ძიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს ეძღვნება, ბავშვებს, რომელთაც დღეს განსაკუთრებულად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, ზრუნვა და თანაბარი შესაძლებლობები ქვეყანაში. დღეს გადაცემაში სწორედ ბავშვებზე და მათ წინაშე საზოგადოების პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ. 1 ივნის პატარებისთვის კი დღესასწაულს ფესტივალი კითხვა-კითხვით პირდება და რა დახვდებათ იქ უკვე ბავშვებს და როგორი იქნება ეს დღესასწაული ლიბჯის დახმარებით, ამის შესახებ ჩვენი სტუმრები ისაუბრებენ. მარიამ, დავიწყოთ რომ კეკეთ რას კეკეთი დავიწყოთ აუცილებლად. როგორი კეკეთი? საოცარი. რა ხდება? აბა? რა თქმა უნდა, კითხვა დავხმებით ამ საკითხს. კი, გაიგება, მაგრამ კამერა არ ვიცი რამდენად ახერხებს. თანხმობა ღიმის არის. აი, მამაო. კმაყოფილია, როგორც თვითონ გითხრა, კმაყოფილია ამ ყველაფრით და დიდი მოლოდინი აქვს საიმისოთ, რომ ჩვენ მათ აუცილებლად შევხვდებით ჯანსაღ გარემოს. მოგესალმებით. სანდი მადლობა. გამარჯობა. მოწვევისთვის, ჩემი სახელითაც, გაბატონი კეკეს სახელითაც და ჩვენი აი ამ ინიციატივის ძალიან მიხარია, რომ კიდე ერთხელ ვარ თქვენთან და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეს შეხვედრაც ისეთ გამოძახილს პოვებს, როგორადაც ახლა კეკემ შეყვირა საზოგადოებაში. მოკლედ, ჩვენ ლიბჯე ვაწყობთ 1 ივნის იმ ტიპის ფესტივალს, რომელიც როგორც წესი იშვიათად ტარდება ხოლმე. ძირითადად არის აქცენტირებული კითხვაზე, ძირითადად არის აქცენტირებული შემეცნებაზე, ცოდნაზე, თუმცა თამაშის ნაკლებობაც არ იქნება. ძალიან მიხარია, რომ ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვადასხვა მიმართულებით დაკავშირებული ბევრი ადამიანი არის ჩართული და ყველაზე უფრო ალბათ თუ ინმესთან ცოდნა და ახალი თაობა ასოცირდება არის ალექსანდრე, თავის შესანიშნავი პროექტებით და გვიხარია, რომ სწორედ ის იქნება მთავარი ფიგურა ამ დღეს, ერთგვარი წამყვანი მასპინძელი და ამავდროულად ბუნებრივია გვეყოლებიან სხვა ადამიანებით შესანიშნავი საბავშვო მწერალი ირმა მალაციძე, რომელიც ზღაპრის თერაპიაში არის დახელოვნებული, უფრო მოზრდილებს შედარებით. ნათია ფანჯიკიძე გაესაუბრება ფსიქოლოგიასთან დაკავშირებულ თემებზე, თამაშობანას ექნება ძალიან კარგი ინიციატივა, იქნება ფანტასტიკური ფასდაკლებები წიგნებზე, პალიტრაელი, ბიბლუსი იქნება წარმოდგენილი ხომ? გიორგი გეძახის. და პასუხიც იყოს. და ველოდებით ძალიან ბევრ ბავშვს დარწმუნებული ვარ, რომ 1 ივნისი მათთვის იქცევა დიდ დღესასწაულად, უნდა ვახსენო სატარდება უბრალოდ სწრაფადვე, ტარდება საბურთალოს სითიმოლში, კავიას სივრცეში, რომ იოლად მოაგნონ და რა ვიცი, გელოდი. სწრაფადვე რატო გონიათ, რომ კეკე არ დაგვაცდის? ძალიან ცდებით. ეგეთი გოგოა. გადასწრებად იქცევა. ასე იშვიათად, რომ ესეთი პატარა ჯერ პირველ ნაბიჯებს შორის ამ სტუდიაში დგამდა და ჩვენ კიდე სხვა ნაბიჯებს მომავალში აუცილებლად შევაფასებთ. იცი რა, ასეთი ფესტივალის დაგეგმვის გამოცდილება რეალურად არსებობს და ვიცით, რომ ძალიან ბევრჯერ მიგიღია ხო მონაწილეობა თავადაც ყოფილ ხარ ორგანიზატორი, მაგრამ უკვე მშობლის ამპლუაში და ამ გადმოსახედიდან კიდევ ერთხელ გადააზრება ის, რომ როგორ უნდა ვიცხოვროთ, ან როგორი უნდა იყოს საზოგადოება იმისთვის, რომ მათ კონდეთ ჯანსაღი მომავალი, თუნდაც ხელმისაწვდომობა, რესურსი იქნება განათლება, ჯანდაცვა თუ ყველაფერი. თუ იყო რამე სხვაობა შენი მხრიდან. მესმის, ჩვენ სწორედ ამიტომაც მიუძღვენთ სიმბოლურად ამ დიუშენთან დაკავშირებულ პრობლემატიკას ეს ამბავი, რომ ჩვენთან ხშირად თქვათ გვეკარგება განცდა, რამდენად მნიშვნელოვანი არის ყველა ბავშვი, რამდენად მნიშვნელოვანი არის
მათი უფლებები, ეს დღეს სწორედ მათი უფლებების არის და რამდენად მნიშვნელოვანი არის თითოეულ მათგანთან ინდივიდუალური მიდგომა. მე მანამდეც მქონდა ბუნებრივი აქტიური კავშირი ბავშვებთან, ჩემი საბავშვო წიგნების გამოც, იმის გამო რომ ეს სკოლაში ვასწავლი, მაგრამ ცხადია შვილმა ახალი განცდები მოიტანა, ახალი დაკვირვებები, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ კიდევ უფრო განვიმტკიცდა შეხედულება, რაც ისედაც შეიძლება ბანალური ამბავია, მაგრამ უფრო თვისობრივად შემოვიდა ჩემში, რომ ყველა ბავშვი არის ძალიან ინდივიდუალური და ყველასთან გვჭირდება საკუთარი სალაპარაკო ენა. და თუ ჩვენ ამას მოვახერხებთ, ეს დიდი და მნიშვნელოვანი საქმეა. მარიამ, როგორი იქნება დღის წესრიგი? როგორ უნდა გააბედნიეროთ ბავშვები ამ დღეს? ხო, სხვადასხვა ტიპის აქტივობებს თავაზობენ, არის შემეცნებითი გასართობი. რეალურად, აი, შენი აზრით, ხო, ლიბჯი როცა გეგმავდა ამ ფესტივალს, თქვენ გადმოსახედიდან რა სჭირდებათ ყველაზე მეტად ბავშვებს? რისი მიტანა უფროსებისგან და რისი გაცემა მათთვის? მოგესალმებით. მადლობა ძალიან დიდი მხარდაჭერისთვის. თვითონ უშუალოდ ფესტივალი იყოფა ორ ნაწილად. ანუ პირველ ნაწილში, რომელიც 3 საათზე იწყება და დასრულდება 5:30-ისთვის. ეს პირველი ნაწილი განკუთვნილია 11 წლამდე ბავშვებისთვის. მერე იქნება უკვე გათამაშებები, სხვა ჩვენს მეგობარ კორპორაციებს ექნებათ საჩუქრები ბავშვებისთვის და მერე უკვე იწყება მეორე ნაწილი, რომელშიც იქნებიან ნათია ფანჯიკიძე, როგორც ახსენეს, ასევე თამაშობანა და გიორგის ლექცია, პატარა ლექცია. გიორგი რომელი? კეკეს მამის? კეკეს მამის ლექცია. კეკე დაგხვდავ. და ეს მეორე ნაწილი განკუთვნილი არის უკვე 12-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის. რეალურად იდეა იქიდან წამოვიდა, ცოტა შორიდან მოყვები, თუ შეიძლება. 1 წლის წინ, როდესაც გიორგიმ გადაწყვიტა, რომ ლიბჯი, რომელიც არის პირველი ელექტრონული ბიბლიოთეკა საქართველოში, გაეფართოვებინა. მას შემდეგ, ჩემი ცხოვრება და ზოგადად ლიბჯის ჯგუფის ცხოვრება ყოველ დღე იწყება სწავლით, განათლებაზე ფიქრით, ცოდნის გავრცელებით და შესაბამისად, დავამატეთ რაღაც საკვირაო სკოლა, ამ ჩვენ ლიბჯის ელექტრონულ ბიბლიოთეკას, რომელზეც მუშაობთ, საკვირაო სკოლა, ონლაინ სკოლა და აი 2 თვის წინ, როდესაც ვიჯექი, ვფიქრობდი, რომ აი რა შეიძლება გამეკეთებინა ჩვენი მოსწავლეებისთვის 1 ივნისს. და მე მივხვდი, რომ რატომ მხოლოდ ჩვენი მოსწავლეებისთვის და მოკლედ ესე დაიბადა იდეა, რომ გავეკეთებინა ფესტივალი და ნუ იყო თავიდან სირთულეები, რადგან ცოტა დრო იყო დარჩენილი, არ ვიცოდით ვინ დაგვიჭერდა მხარს და ძალიან დიდი მადლობა თქვენი ეთერის მეშვეობით მინდა ვუთხრა ჩვენს გენერალურ სპონსორებს, მხარდამჭერებს, პარტნიორებს და აი ყველა ადამიანს, ვინც ჩაერთო ღონისძიებაში და მადლობა ალექსანდრეს, რადგან ალექსანდრე ალბათ იყო პირველი ადამიანი, ვისაც დაურეკეთ ზოგადად ფესტივალზე, რომ ესე ვაპირებთ. არ ვიცით ჯერ, მაგრამ აი სულ ხაზზე ვიყოთ და ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. და როგორ არ არის გასაკვირი, რა თქმა უნდა, იქნებოდა დიდი თანახმა, იმიტომ რომ სანდრო, რომელიც ასოცირდება მოზარდებთან, ბავშვებთან და უკვე რამდენი წელია ემსახურებით, რომ საზოგადოებაში ზოგადად განათლების და შემეცნების შესახებ გაიზარდოს დაინტერესება და ის პროექტი, რომელსაც ამდენი წელია წარმატებით უძღვების, სწორედ ამის შესახებ არის და მართლაც აი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ პროექტად ითვლება. სანდრო, შენთვის რას ნიშნავს ეს დღე? ბავშვების უფლებებზე საუბარი, რატომ არ უნდა დარჩეს შაბლონურ თემად და ის სოციალური პრობლემები თუნდაც, ხო, რაც დღეს არის ამ კუთხით საქართველოში, როგორ შეიძლება ეხმაურებოდნენ ადამიანები მუდმივად ამას და არ იყოს თქვა რაღაც 1 ივნისთან მხოლოდ დაკავშირებული. დიდი მადლობა მაკითხვისთვის. რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით ჩავერთვე ამ ფესტივალში თავიდანვე, ზუსტად იმიტომ, რომ მგონია ბავშვების უფლებების, ბავშვების საჭიროებისთვის ყურადღების მიქცევა არის საზოგადოების აი პირველესი ვალდებულება, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად ქვეყნის მომავალი. როგორ ვექცევით ბავშვებს, მეტყველებს იმაზე, როგორ საზოგადოება გვექნება მომავალში. ის რომ დღეს შეიძლება ბავშვებს არ ქონდეთ წამალი, მაგალითად ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება სამომავლოდ ვერ შედგება ისეთად, როგორც გვინდა რომ იყოს. ეს არის ერთი მაგალითი. ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ბავშვების
ბავშვებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ განათლებას, ზუსტად განათლებაზე ხელმისაწვდომობას, თანაბარს, მათ სოციალურ საკითხებს, მათთვის უბრალოდ სასიამოვნო დღის შექმნას, ამ ყველაფერს დიდი ყურადღება დავუთმოთ. 1 ივნისი არის სიმბოლო, რომელიც ყოველწლიურად გვახსენებს, მოგეხსენებათ, ეს არის ბავშვთა უფლებების დაცვის დღე და ბავშვთა უფლებათა კონვენცია არსებობს შემუშავებული გაეროს მიერ და ამ კონვენციის მიხედვით გაწერილია აბსოლუტურად თითოეული უფლება, რომელსაც უნდა ვიცავდეთ ბავშვთა მიმართ. 1 ივნისს ჩვენ გვინდა რომ გავიხსენოთ თითოეული ეს უფლება, თითოეული ეს საჭიროება და ამ ფორმით და ფორმა იქნება საგანმანათლებლო ბავშვებისთვის, საბავშვო ლიტერატურაზე საუბრით, თამაშებით და სხვადასხვა საკითხებით მეტი ყურადღება მივაპყროთ ამ საჭიროებებსა და საკითხებს. ეხლა ხო საუბრობთ, რომ ძალიან ცვალებადია ეს საუკუნე, ეპოქა ბავშვების ინტერესებიც ძალიან სწრაფად იცვლება და აი ამის ფონზე საინტერესოა რა აქვთ სათქმელი უფროს თაობას, მათ შორის მწერლებს, ფსიქოლოგებს, სპიკერებს, რომლებიც იქნებიან ფესტივალზე და შენ შემთხვევაში მაგალითად აი რა არის მთავარი, რაზე საუბარიც შენი აზრით ახლა უნდათ მოზარდებს და რა თქმა უნდა შენც ფიქრობ, რომ საინტერესო იქნება შენი მხრიდან. პირველ რიგში მოზარდებს და ბავშვებს რა თქმა უნდა უნდათ რომ მათ უსმენდნენ და მათი უკაცრავად აი მიკროფონი აი სათადარიგო მიკროფონი კი ბატონო ხო ესე კარგი იქნება ცოტა მოშორებით კი ბატონო ხო ისევე როგორც ყველა ადამიანს, ბავშვებსაც, რომლებიც ასევე სრულფასოვანი ადამიანები არიან და ჩვენ ხანდახან თოჯინებივით ან სათამაშოებით თუ ექცევით, უნდათ რომ მათი ესმოდეთ და მათ უსმენდნენ, მათ საჭიროებებს იზიარებდნენ უფროსი ადამიანები. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება მათ. ჩვენ ამ ფესტივალის ფარგლებში ვეცდებით ჩვენ თვალით დანახული მათი საჭიროებები გავაჟღეროთ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი იქნება მათი ჩართულობა, ზუსტად ამიტომ გვინდა რომ ამ ფესტივალზე ბევრი ბავშვი მოიყვანონ მშობლებმა, ბევრი ბავშვები მოზარდები მოვიდნენ თავადაც, რომ შედგეს ჩვენ შორის ასეთი დიალოგი, ასე ვთქვათ. ჩვენი მხრიდან ნათელია, ჩემიც და გიორგის მუდმივი საფიქრალიც ის არის, რომ განათლება როგორც შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. მე თუ ამას სატელევიზიო ეთერიდან ვაკეთებ, გიორგი დადის რეგიონებში და ჩააქვს წიგნები და იქ ადგილზე ყველას ხვდება და ასე შემდეგ. ანუ ეს განათლებაზე, წიგნიერებაზე ხელმისაწვდომობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამის მიღმა მნიშვნელოვანია თუნდაც მათი უსაფრთხოება, მათი სოციალური მდგომარეობა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ჩვენ გვინდა რომ ერთ სივრცეში მოვაქციოთ და ამ ერთ სივრცეში ეს დღე, ეს მთლიანი ფესტივალი იყოს მათთვის. გიორგი, შენთვის ძალიან ნაცნობია შეხვედრა ბავშვებთან და ამ ფესტივალის ფარგლებში როგორ გინდა რომ წარსდგე? რა რეგალიით? კეკეს მამა, წერალი, კუპატას თავგადასავლების ავტორი, მათი ახლო მეგობარი, რომელ რეგალიას შეარჩევ? ყველაფერი ერთად. ხო. სადაც გარანტირებული სტატუსია და ყველაზე მაგარი. რაც შეეხება თვითონ ფორმატებს, პირველი შეხვედრა პატარებთან კი კუპატას თავგადასავალთან იქნება დაკავშირებული, რომელიც ძალიან ისეთი ბესტსელერი გახდა ბოლო დროის გამორჩეული და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის პატარა მკითხველებს, რა თქმა უნდა და მეორე ნაწილი იქნება უფრო ოდნავ დიდებისთვის განკუთვნილი, სადაც წიგნიერების მნიშვნელობაზე ვილაპარაკებ, რატომ უნდა წავიკითხოთ წიგნები, რატო გჭირდება ისინი ცხოვრების გზაზე, მიუხედავად იმისა, რა პროფესიის არჩევას გადავწყვეტ წიგნებში, რა თქმა უნდა, მხატვრული ლიტერატურა იგულისხმება, რა თქმა უნდა, ხო და აქედან გამომდინარე, ცხადია, რაღაცნაირად ორად გავიყოფი ორ თაობაში და ვეცდები, რომ ორივესთვის პატარა სათქმელი გავიხო. ინტერაქტიული წარმოგიდგენიათ ეს. მე მგონია, რომ კი, ძალიან და ძალიან მიხარია სხვა შორის ის ნაწილიც, რომ აი ბევრი ჩამოდის უკვე დაიგეგმა მახლობელი სოფლებიდან. კანდადან, რუისიდან, კიდევ სხვა სოფლებიდან აპირებენ ჩამოსვლას ჯგუფები ბავშვების და ძალიან მახარებს ეს, რომ მხოლოდ თქვათ თბილისში მცხოვრები ბავშვები არ იქნებიან წარმოდგენილი, ეს ორივესთვის ძალიან კარგია, სხვა შორის აქაური ბავშვები ნახავენ მათ და პირიქით და ეს ინტეგრაციაც მოხდება. აზრთა გაცვლა გამოცდა მათ შორის საჭიროებების ფიქრების და რა ვიცი მე მგონია რომ პატარა ერთგვარი ესეთი ერთდღიანი და ყველაზე ხშირად დასმული კითხვები არის ხოლმე, რადგან მაინც წიგნიერების ირგვლივ საუბრობთ და უფრო განათლების ხელმისაწვდომობას ვეხებით დღეს. როდის უნდა დაიწყონ მშობლებმა ბავშვების თუნდაც მცირე დოზით, მაგრამ მათთან წიგნიერებაზე საუბარი, ან რა კუთხით უნდა წაუკითხონ ზღაპრები, უნდა მოასმენინონ, არ ვიცით, შეეცადონ რომ რაც შეიძლება მალე აითვისონ
თვითონ ბავშვებმა კითხვა და თვითონ დაიწყონ. არ არსებობს ალბათ ეს გამზადებული რეცეპტი, მაგრამ გამოცდილებით თუ შეგიძლიათ რომ გაგვიზიაროთ აი ამ პროცესში მშობლის ჩართულობა, მისი როლი და როგორ უნდა მივიდეთ იმ შედეგამდე, რასაც ჩვენ ვეძახით განათლებულ საზოგადოებას და რაღაცა კრიტიკულად მოაზროვნეთ აობას, ხო? შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერდეს, რაც ახლა ვიტყვი, მაგრამ ეს ყველაფერი იწყება მუცლად ყოფნის პერიოდიდან ჯერ კიდევ. არაერთი ფსიქოლოგი თუ არაერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ აი ეს რაღაცა ენერგია, ენერგეტიკა, ემოცია, რომელსაც აწვდის დედა მუცლად ყოფნის პერიოდში ბავშვს ახსოვს და მასში იბეჭდება სამუდამოდ. ამიტომ რა თქმა უნდა, ეხლა როდესაც იბადება მას შემდეგ პირველი იავნანიდან დაწყებული ყველაფერი არის მისთვის ინფორმაცია, რასაც ხედავს გარშემო. ამიტომ ზღაპრების წაკითხვა, წიგნების წაკითხვა, ძილისპირული, ეს მთელი ეს ყველაფერი, მთელი ეს სამყარო მასში აყალიბებს საბოლოო ჯამში ადამიანს. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ აი არა რაღაც კონკრეტული ასაკიდან, არამედ მუდმივად უნდა ვზრუნავდეთ ამაზე და პირველ რიგში კითხვა არის, წიგნის კითხვა არის ერთგვარი ჩვევა და ამ ჩვევის მისაღწევად საჭიროა მას ჰქონდეს გარემოს მაგალითი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის მის გარშემოც ხედავდეს ადამიანებს, რომლებიც არა მხოლოდ მას მიუთითებენ, რომ იკითხოს, არამედ თავადაც კითხულობენ. იმიტომ რომ ეს იქნება მისთვის ყველაზე ხელშესახები, მისაბაძი მაგალითი, რომელსაც შემდეგ გაყვება თავადაც. თანაც არ უნდა დაგვაწყდეს ისიც, რომ ყოველთვის როცა ესმის ბავშვს ეს გარკვეული ნაწარმოები, რასაც ჩვენ მას უკითხავთ შესაბამისად ასაკიცა, თუ არ ესმის, ეს აუცილებლად იყრის რაღაც გარკვეულ პერიოდის შემდეგ თავს და ის მერე ამჟღავნებს იმ მოცემულობას, რომელიც ჰქონდა მას რაღაც ადრეულ პერიოდში. კვალი არ იშლება. კი. კვალი არ იშლება, რა თქმა უნდა. გიორგი, შენ თუ გაქვს რაიმე ესეთი არ ვიცი, შემუშავებული რაიმე ფორმულა, რითაც შეიძლება მეტად დაარწმუნოთ, თუნდაც მოზარდები ან მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც ახლა იწყებენ საერთოდ კითხვას, რომ ეს მნიშვნელოვანი პროცესი იყოს და არ უნდა იყოს ეპიზოდური, რომ ეს არ არის ამბავი, რომელიც სკოლის დამთავრებასთან ერთად მთავრდება, ან სხვადასხვა ეტაპებს მოიცავს. კი ბატონო, დასაწყისში დავეთანხმები, რა თქმა უნდა, სანდროს ეს გამოკვლეული ამბავია სხვა შორის და დიდწილად უკავშირდება ბგერწერას და გარკვეულწილად ლიტერატურის, როგორც ამ შემთხვევაში რაღაცნაირი მუსიკალური ნაწილის წარმოჩენას. ბავშვი, როდესაც მუცელშია, ხშირად ურჩევენ ფსიქოლოგები მშობელს, რომ ლექსები უკითხოს და ამ თვალსაზრისით თითქოს რაღაც ტიპის ჰარმონიას ქმნის. საბავშვო, თქვათ, ზღაპრები დიდწილად საბავშვოა, მაგრამ საბავშვოს ზღაპრებიც არ არის ურიგო. მერეც ნელ-ნელა კარგია რომ ჩვენ შევაჩვიოთ ლიტერატურას ამ თვალსაზრისით ბავშვი, როგორც მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს. დღეს არის ძალიან ბევრი გამოწვევა ამ თვალსაზრისით. მობილური ტელეფონები, гаджеტები, მთელი ეს თქვათ ვირტუალური სამყარო უდიდეს კონკურენციას ქმნის ამ თვალსაზრისით და ჩვენ ამაზე ვერც თვალს დავხუჭავთ ერთი მხრივ და მეორე მხრივ ვერც თავს მოვიტყუებთ იმით რომ ეს გავექცევით რაღაცა მომენტია. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ამის ნაწილი ვართ. ამიტომ ძალიან დიდი როლი აქვს ამ თვალსაზრისით სკოლას და მშობელს პარალელურად. რომ რაღაცნაირად ეს საკითხი დამენეჯმენტდეს, ხო? ბევრი ამბობს, რომ შეიძლება ეს იყოს წახალისების მეთოდით. ბევრი ამბობს, რომ ეს იყოს თანამონაწილეობის მეთოდით, რომ აი მშობელიც კითხულობს ბავშვთან ერთად და აძლევს მას მაგალითს, იმიტომ რომ ბავშვი ბაძვის არსებაა და ამ თვალსაზრისით ის თქვათ როლ მოდელს ხედავს. ბევრი მოდელია და ძალიან ინდივიდუალური, მაგრამ მთავარი არის მცდელობა. დღეს ამის გამოკვლევა და მოძებნა რთული არ არის. მთავარია რომ მშობელმა თვითონ ცადოს და ბავშვს მისცეს მაგალითი, იმიტომ პირველ რიგში ბავშვი უყურებს მშობელს და მერე უკვე სხვა დანარჩენ სამყაროს. იცი რა მინდა გითხოთ თქვენი გამოცდილებიდან, როცა ასეთი ტიპის შეხვედრებზეა საუბარი. მეც მინდა წარმოვიდგინო, ეხლა მოზარდის დედა ან მამა როგორ ეუბნება ბავშვს, რომ აი რა კარგი ღონისძიება ყოფილა, აგერ ტევ პირველს უყურე, ეხლა კარგი ხალხი, ვინც წიგნიერებაზე, მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნავს, ვთავაზობენ, რომ მივიდეთ 30-ში, ხო? პირველში ავკაცრავად ორშაბათს. კი. და რაღაც ამ შეხვედრების მონაწილე გავხდეთ. ყველა ბავშვი ადვილად არ დათანხმდება ეხლა.
თუ თავისი მეგობარი არ მოყვება, ამაზე თქვენ გექნებათ აუცილებლად დაფიქრი, მე ხა დედის როლიდან გეკითხებით, მით უმეტეს მოზარდი არა პატარა, ხო, რაღაც წინააღმდეგ რა მინდა ეხლა ვინ არიან? რაღაც უნდა დასვა რაღაცა კიდე მეტი მოუყვე და გაუღვივო ინტერესი მშობელმა, რომ მოიყვანო თქვენამდე, ხო? და კიდე არის ცალკე რა ტიპის ინტერაქცია უნდა იყოს ბავშვებთან, რომ ისინი დაასხდნენ და გისმინონ, რისთვისაც მოვიდნენ. რაღაცა ინსტრუმენტები ჭირდება. კი, იცი რა, შერეული მოდელი ამიტომაც არის აუცილებელი, რომ მხოლოდ თქვათ კითხვაზე კი არ არის ორიენტირებული სათაურიც, ამიტომ ცოტა სახალისო შევარჩიეთ კითხვით, არამედ თამაშიც შეეშვება, თამაშობა არის წარმოდგენილი, იქ კალიგრაფიის თქვათ ცენტრია წარმოდგენილი, რომელიც სახალისო თქვათ მონასმებს გააკეთებინებენ, იქ პალიტრაელს აქვს საკუთარი პროგრამა და ის შესაბამისად თქვათ პარალელურ რეჟიმში ჩვენ ვცდილობთ, რომ თქვათ აი ირიბი გზები მივიყვანოთ. ეს ჩემი მეთოდიც არის ზოგადად, იმიტომ რომ ყოველთვის როდესაც ბავშვებს ვასწავლი ხოლმე პირდაპირ ტექსტით არ ვაწყებინებ, ანიმაციებს ვაჩვენებ, შეიძლება მე კომიქსებიც გავასინჯო და მე ნელ-ნელა გადამყავს ამ სამყაროში, იმიტომ რომ პირდაპირ აჯახოთ ამ დღეს ბავშვს, ხო? ეს ყველაფერი, როდესაც ირგვლივ ხედავს, რომ მისი თანატოლი თქვა, აი სულ TikTok-ზე არის მიჯაჭვული, დიდი ინფორმაცია. ხო, რა თქმა უნდა, აი ეს ამას. ადამიანმა წარმოდგენის წარმოსახვის არსება და ურჩევნია ეს ყველაფერი ნახოს და როცა არის შესაძლებლობა რომ იმის ვიზუალური ვერსია უფრო ადრე ნახოს თქვათ, ვიდრე გაიგოს რა მოხდება მოთხრობის ბოლოს და როგორ დაამთავრებს თავის ისტორიას მთავარი გმირი, ალბათ ეგ არის ყველაზე დიდი გამოწვევა. მასობაში კეკემ დაამთავრა ყველა სათამაშო. მიმოფანტა ყველა. და გადაისროლა ყველა. იცი რა, ეხა ალექსანდრე არდადეგები მოდის. გარდა ამ შეხვედრისა, რომლის მნიშვნელობა ჩვენ რო ვერ ვგრძნობდეთ, აქ ვერ შევიყრებოდით. არდადეგები მოდის და აი ესო ჩემი მეთოდიაო, რაღაც ეს სასხვათა შორისოდ გაამხილა გიორგიმ, ხო? არა და ეს მეთოდი რამდენი მშობლისთვის არის ახლა იცით საგულისხმო, იმიტომ რომ წინ დიდი არდადეგები მოდის და ყველა მშობელი ფიქრობს, როგორ გაუწიოს კონკურენცია იმ გაჯეტსა და ჩვილები ასე იძირებიან და არასდროს არ ვიფიქროთ, რომ ისინი მხოლოდ თამაშობენ. უდაოდ ძალიან დიდი ინფორმაციასაც იღებენ, ხო? მაგრამ წიგნი კიდევ რომ სხვა არის, ამაზე ხშირად ვსაუბრობთ ამ პლატფორმაზე. აი რას ურჩევდით ამ არდადეგების წინ მშობლებს? რამდენიმე რჩევა შეიძლება, იმიტომ რომ ამ საკითხთან ხშირად მიწევს ხოლმე შეხება, როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა, ან როგორ შევურჩიოთ ლიტერატურა და ასე შემდეგ. და არის რამდენიმე რჩევა. პირველი რჩევა უბრალოდ გავმეორდები, ყოველთვის არის უმნიშვნელოვანესი, აი დიდი წილი პროცენტულად ამაში არის მაგალითი და მე ყოველთვის ვეუბნები მშობლებს, რომ დღესდღეობით რთულია მოსთხოვა ადამიანს თანამედროვე სოციალურ მდგომარეობაში დაღლილს საღამოს სახში სამსახურიდან მისულს, რომ ჩაჯექი და ახლა წაიკითხე ბალზაკი, რომ ბავშვმა დაგინახოს ახლა. რთულია და ნამდვილად მესმის ყველა მშობლის, მაგრამ თუნდაც საჩვენებლად თუნდაც იმისთვის, რომ ბავშვმა დაინახოს, რომ ეს ქცევა არსებობს. წესია. წესია, ესეთი ჩვევაა ერთგვარი. ხო, აი თუნდაც საჩვენებლად გააკეთეთ ხანდახან ეს. ამის მიღმა, წიგნის კითხვა სანამ გადაიქცევა ბავშვისთვის ჩვევად, სანამ თავად უკვე დაიწყებს არჩევას წიგნების და შეკეტვას და თავად კითხვას, მანამდე სანამ უნდა დავაინტერესოთ ამ ყველაფრით, ეს ყველაფერი უნდა იყოს გაზიარებადი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი რასაც შეურჩევ და წავიკითხავთ, ერთად გავარჩიოთ, რაღაც კითხვები დავუსვათ, პერსონაჟები გამოვყოთ, შეიძლება დავხატოთ ერთად ეს პერსონაჟები, როგორი წარმოგვიდგენია, რაღაცა თამაშები აბსოლუტურად არა წინასწარგენერირებული, არამედ აი წიგნიდან გამომდინარე, რომ მოდი აბა შევაჯიბროთ ეს პერსონაჟები, აბა რომელი, აი რაღაცა ამ წიგნების სამყაროში თამაშით უნდა ჩავაგდოთ. მაინც ინტერაქციაზეა საბოლოოდ საუბარი. თავიდან პირველი ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ინტერაქტიული, იმიტომ რომ ბავშვი არის არსება, რომელსაც სჭირდება მიზეს შედეგობრიობა. ის, როდესაც კითხულობს, მას სჭირდება დაინახოს, რატომ კითხულობს, რა შედეგი. შენ როდეს ეუბნები, რომ 20 წლის შემდეგ შენ განათლებული ადამიანი იქნები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იმის ამას ვერ ხედავს. მომენტალური შედეგი სჭირდება. სწორედ ამიტომ უყვართ ბავშვებს ვიდეო თამაშები, რომელსაც მომენტალური შედეგი აქვს. ახალ ეტაპზე გადადის, მოიგებს, წააგებს. ამიტომ მან წიგნის კითხვისასაც უნდა დაინახოს მომენტალური შედეგი. და ეს მომენტალური შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ აი წაიკითხე, მოდი აბა ეს თავი და მოდი აბა შევიჯიბროთ მე პერსონაჟებს ვინ უფრო მეც ჩამოთვლის. არ ვიცი, აი სხვადასხვა რაღაც შეიძლება მოვიფიქროთ. ხო, თუნდაც დაახასიათოს რა ის. დაახასიათოს, დახატოს, ითამაშოს თავად, რა ვიცი ეს პერსონაჟი. ალბათ ყველაზე საინტერესო ნაწილია ბავშვებს მოსწონთ, რომ მე გააცოცხლო.
დაასახლონ უკვე ეს პერსონაჟები, წარმოიდგინონ მათ ადგილას თავი და შევკეროთ თოჯინა, აქვთ ბევრი რაღაც შეიძლება, უბრალოდ ვაქციოთ ეს ყველაფერი ინტერაქციად და ურთიერთობად. და ბოლოს მინდა მარიამ, ოდიში ლიზა, სანამ ჩაგეწევი რა მაპატიე. მე მახსოვს მარიამ, თქვენ ხელა მყავდა პატარა, როცა დაგვეწია და შემოვიდა სააბაზანო ოთახის წიგნები. გახსოვთ ხო? წყალს რომ არ არის. დასაბერი. შვება იყო და თან ყველა სივრცეში რო გინდა შესთავაზო წიგნი, ხო? ანუ როცა მიირთმევს და ეხლა ტელეფონს აჩერჩებენ რომ შეჭამოს ბავშვმა და ეგ ძალიან ცუდია. მე იმ თაობას წარმოადგენ პირველი შვილები რომ გამიჩნდა რომ აი ეს აბაზანი წყალგაუმტარი წიგნებიც რო შემოვიდა ვიყავი ბედნიერი, იმიტომ იქაც კი ვცდილობდით კითხვას და აი თქვენ მინდა კითხოთ რომ კეკე რამდენი თვის არის ახლა? წელიწადის და ერთის. წელიწადის და გახდა და ერთი თვეს უახლოვდება. აჰა, 13 თვის ყოფილა. ხო და აი როგორ ცდილობთ ხოლმე? საყვარლად ისმენს ნინო. ეხლა გონია რომ კეკე უპასუხებს. ხო, კეკეს უკვე ძალიან დიდი ბიბლიოთეკა აქვს, მათ შორის სააბაზანო წიგნების, რომელიც ძალიან უყვარს. ჩვენ პირველივე თვიდან ვცდილობთ უკვე დავიწყოთ დათვალიერები, ვცდილობდით უბრალოდ და დაგვეწყოთ დათვალიერებით უბრალოდ. ანუ ჯერ ჩვენ ვანახებდით მაგალითად ეგ შავ-თეთრ წიგნებს, რომელიც არის პატარა ბავშვებისთვის, შვილებისთვის გაცვლილი. მერე უკვე გადავედით, აი ესე ნელ-ნელა ვამატებთ და ვამატებთ უფრო ფერადზე, უფრო დიდებზე და ეხლა უკვე კეკეს წიგნი არის პირველი რამ, რასაც კეკემ შეარქვა საერთოდ სახელი, დაღს ეძახის წიგნს და მერე მივხვდით რომ ანუ სულ წიგნები და რამდენჯერმე წიგნს დაინახავს დაღს ეძახის და შესაბამისად ხო ანუ თავიდან რა თქმა უნდა დიდი ნახატებით, ფერადი, თავიდან ჩვენ ვანახებთ პერსონაჟები. დავათვალიერებინებდით და ეხლა უკვე თავისით შეუძლია რომ დაათვალიეროს და ყველაზე მეტად უყვარს წიგნი. მამას გავს. როგორ არ გვიკვირს არავის? არ გვიკვირს კი. დედას არა, მამა. ახლა გიორგი მაინც. და ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ზუსტად თქვენარი ადამიანების ჩართულობით სხვა ადამიანებსაც მათ შორის მშობლებისთვისაც ალბათ ძალიან საინტერესო და შემეცნებითია ხოლმე ასეთი ღონისძიებები, იმიტომ რომ ისინი კიდევ უფრო ერკვევიან, ცდილობენ, სწავლობენ იმ გზებს, როგორ უნდა ისაუბრონ ამ თემაზე საკუთარ შვილებთან, მაგრამ მაინც დღეს პირველი მისზე ვსაუბრობდით და ეს დღეს სრულად ბავშვებს ეკუთვნით და ბოლოს ისევ უნდა ვისაუბროთ ბავშვების უფლებებზე, ხელმისაწვდომობაზე დღეს განათლებაზე ვიყავით ფოკუსირებული, თუმცა ალბათ ჯანმრთელობის უზრუნველყოფით იწყება ყოველთვის საუბარი და იმედია რომ დროულად იქნება ესეთი ზომები მიღებული, რომ ჩვენს ქვეყანაში ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობა ყველა ბავშვს ჰქონდეს და შემდეგ ვისაუბროთ უკვე მათ შემეცნების გზებზე. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, რომ დღეს იყავით ჩვენთან და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდ დღესასწაული ელოდებათ ბავშვებს. დიდი მადლობა კეკეს რომ გვაცალა. მადლობა თქვენ. დავუსვათ, კეკეს პრემიერა შედგა სატელევიზიო ეთერში წარმატებით. ძალიან კარგი ჩართულობა გქონდა, შიგადაში გვამხნევებდა კიდევაც. დაში დაუკარი. მადლობა ქალბატონ ნინოს რომ სათამაშოები დაგვახვედრა, თორე არ ვიცი ესენი რო არ ყოფილიყო აქ. რა თქმა უნდა. დაში დაგვაცხადეთ. მასპინძლები. მადლობა რომ მოხვედით.